რომელიც მკითხველს ომში დაღუპულთა ისტორიებზე მოუთხრობს. მუსკომედიის თეატრში გაზეთ პრაიმ ტაიმის მიერ გამოცემული გმირის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე პირველად ჩასრულდა გია ყანჩელის პატარა იმბერი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით. ნაწარმოებს სტუმრები ხსოვნის კვირეულის სიმბოლოთი გულზე დაბნეული წითელი ყაყაჩოთი ისმენდნენ. გიორგი ჯავახიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ანწუხელიძე. ეს სახელები და გვარები უკვე საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია. ისტორიის, რომელმაც უბრალო ჯარისკაცები გმირებად აქცია. ამ გმირებს კი უნდა ვიცნობდეთ. 169 ჯარისკაცის ისტორია ერთ წიგნში გაერთიანდა. გმირი 2008 წლის აგვისტოს 7 გვერდიანი მატიანე დაღუპულთა ოჯახის წევრებს საჩუქრად გადაეცათ. ეს წიგნი უკვე არის იმის საფუძველი, რომ დავჯდა და ყველა მათგანი გავიცნო და ყველა დედის ტკივილი, ყველა ოჯახის მეუღლის ტკივილი გავიგო და წავიკითხო აქ რაც არის. ახსოვთ, ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას მთელ საქართველოს იმის გულისთვის, რომ ჩვენი გმირები არ ახალთ დავიწყებული. მუსკომედიის ბაღში წუთიერი დუმილის შემდეგ გმირების ხსოვნას გია ყანჩელის ნაწარმოები მიეძღვნა. ეს ის გამონაკლისი იყო, როცა სიმფონიური ორკესტრის მუსიკა აპლოდისმენტებისთვის არ აჟღერებულა. 35 წუთიანი კომპოზიცია პატარა იმბერი აქამდე მხოლოდ ერთხელ ინგლისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიგონად ქცეულ სოფელში იმბერში შესრულდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოსული შინის სოლისტი მამუკა ღაღანიძე მღეროდა. ძალიან სევდიანია ის, რაც ახლა სწორედ ჩვენ გვესმის. და შეესაბამება ალბათ იმ ადამიანების სულებს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თითოეული ჩვენგანის თვის გაწერა თავი. არაჩვეულებრივი წიგნია და აი მუსიკა ძალიან დიდი ტკივილია ჩადებული და მე რამდენადაც ვერ ყვევი მუსიკაში, იმდენად აი თუდად ვარ უკვე რო ვუსმენ. ძიმე იყო, როგორი დღეც იყო, ეს დღე 2 წლის წინ ისეთი იყო კომპოზიციაც, მაგრამ ყანჩელი იყო და ხა ყანჩელი არ მგონია, რომ ჩემს შეფასებას საჭიროებდა. იცით რა მომეწონა დღე, სადა იყო ყოველგვარი რაღაცა გადაჭარბების გარეშე და ისეთ საღამო იყო, მაგრამ აუცილებლად ისეთ მე ვფიქრობ, რომ ბევრს აატირებდა. როგორ დაიღუპა ძმა-ძმისთვის, როგორ დაკარგეს მშობლებმა ერთ ომში 2 შვილი, როგორ დატოვა ორსული ცოლი ომის დროს და როგორ იპოვა სიყვარული მას შემდეგ, რაც იარაღზე ამოტვიფრული ნომერი მობილურით აკრიფა. გმირების ტრაგიკულ და ხშირად დაუჯერებელ ისტორიებს გაზეთი პრაიმ ტაიმი მკითხველს ყველა ნომერში აცნობდა. ეს იყო ძალიან ემოციური, იმიტომ რომ აქ იყვნენ მოსულები გმირის მშობლები, რომელთაც უფასოდ გადაეცათ ეს წიგნები, მაგრამ მათთვის ეს იყო საოცარი განცდა და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. მე ვკითხულობდი ხოლმე პრაიმ ტაიმში დაბეჭდილ თითოეულ ისტორიას და მართლა გულწრფელად გეტყვი, ძალიან ბევრჯერ მიტირია ამ ისტორიებზე. ეხლა ერთად თავმოყრილი მიმაქვს ჩემი შვილისთვის, რომელიც არ არის აქ თბილისში, დასასვენებლად არის და მას უნდა წაუკითხო, უნდა წავაკითხო თავიდან ბოლომდე, უნდა წავაკითხო ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს ეს ისტორიები. სისხლისფერი ყაყაჩო ხსოვნის სიმბოლოდ, საღამოს სტუმრების აუცილებელი აქსესუარი სპეციალურად ხსოვნის კვირეულისთვის შეიქმნა. აუნაზღაურებელი ტკივილი, მაგრამ ამავდროულად ეს არის ის სისხლი, რომლის ფასად საქართველო გადარჩა და ის ტკივილი, რომლის ფასად ჩვენმა ქვეყანამ განაგრძო განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდნენ იმ გმირების სახელები და ასევე იცოდნენ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რას წარმოადგენდნენ. ერთ წიგნად შეკრული გმირული ისტორიები მალე კიდევ ერთ ნაწილად გამოვა. ამჯერად გმირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ისტორიებს გააერთიანებს. აგვისტოს